დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მირქმა ღვთისადმი მიგებების დღესასწაული უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. მირქმა ეს არის შეხვედრა, ეს არის უდიდესი დღესასწაული, ერთმანეთს ხვდებიან ძველი და ახალი აღთქმა. ძველი აღთქმა ამთავრებს თავის მისიას, თავის ღვაწლს და ახალი აღთქმა იწყება. ეს არის ის დღე, როცა მართალი სვიმეონი სული წმინდით მივიდა ტაძარში და იქ დახვდა უფალი იესო ქრისტე. ეს არის ის დღე, როცა იგი ამბობს მოცვას, აც განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისა შენისა მშვიდობა. ქონდა გამოცხადება უწყება, რომ ისე არ გავიდოდა ამ ქვეყნიდან, არ გარდაიცვლებოდა სანამ არ იხილავდა მესიას და აი მართლაც იხილა სულიწმინდის უწყებით, რომ მესია მომძანდა ტაძარში, დედა ღვთისმშობელს გამოართმევს ბავშვს და ესე იგი მიირქვავს კერძზე და ამიტომაც ჰქვია სიმეონ მირქმელი.